საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის გენერალ-მაიორი სულხან თამაზაშვილი. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი პირველად წავდგე თქვენ წინაშე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. დაკავებულ სამმართველოს დაახლოებით 11 თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. ბათუმი. ხელბორკილებ დადებულს ურტყავდნენ სხეულის სხვადასხვა არეში, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და ნარკოტიკის ჩადებით. ოზურგეთი. მოქალაქე ყვება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას ძირს დააგდეს, რა დროსაც ჯგუფურად ხელებით და ფეხებით მრავალჯერად დარტყმებს აყენებდნენ. თბილისი. ეს არის რამდენიმე ამონარიდი სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში პოლიციის სისტემა ყველა ქალაქში ავთვისებიანია. შაბათის ფორმულამ წინა კვირას ეს კადრები დეტალურად შეისწავლა. ამის შემდეგ წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ძალადობაში მონაწილე სულ მცირე 2 პოლიციელი, რომლებიც არ დაუკავებიათ, ქვეყნიდან წავიდნენ. ასე დაგხვდნენ გორში, ერთ-ერთი მიმალული პოლიციელის სახლთან. მანამდე კი ჟურნალისტური მასალის შეგროვება გორის პოლიციის განყოფილებიდან დავიწყეთ, სადაც შოთა მარუაშვილი და ბესიკ ქვრივიშვილი მუშაობენ. ამ ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ორივე მათგანი ცემის კადრებში მონაწილეობს. შოთა მარუაშვილი არ არის სამსახურში? რუგაბდანით არ შეიძლება გადაღება. რომ მითხრათ თუ შეიძლება, აქ არის თუ არა? აქ აღარ მუშაობს. აღარ მუშაობს? სად არის? არ ვიცი. იცით რომ ძალადობაში არის მონაწილე? არ მუშაობს, რობოტი რომ დიდი ხანია. 12 პოლიციელიდან 6-ია დაკავებული. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დღესდღეობით ამ საქმეზე ინფორმაცია საჯარო აღარ არის. პროკურატურის მოთხოვნით დაზარალებულის მხარემ გაუთქმელობას მოაწერა ხელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადვოკატებს აღარ აქვთ უფლება მიმდინარე საქმის დეტალებზე ისაუბრონ. პოლიციის თანამშრომლების ქმედება შესაძლოა, ეს გამოძიების კვლევისაგან უნდა იყოს, არსებობდეს საკმარის საფუძველი ფიქრობთ ისე, რომ ჩადენილი არის კიდევ სხვა ტიპის დანაშაულიც და ამ თვალსაზრისითაც არის შესაძლებელი. ჩვენ აღვნიშნავს, რომ ეს არის არა ადამიანური და ღირსების და პატიმრის შემნახავი დამოკიდებულების თვალსაზრისით შესაძლებელი, ასე ვთქვათ, ქმედებაც. დღესდღეობით აპოლონ ლოცულაშვილს ბრალდებული სტატუსი უნარჩუნდება. ძალადობისგან მიყენებული დაზიანებების გამო იგი მოგვიანებით გამოკითხეს. მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. და ყველა იმ პირის ქმედებას მიეცემა სათანადო შეფასება, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ. რაიმე ფორმით უწყობდნენ ხელს იმ დანაშაულის ჩადენას, ან თვითონ ჩადიოდნენ დანაშაულს, რომელიც მოხდა. რაც შეეხება ჩვენს მთავარ მოთხოვნას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო და არის ერთი და ის არ იცვლება. ეს არის ის, რომ ბატონი აპოლონ ლოცულაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. ჩვენ მეორე დაზარალებულის ლაშა აბისონაშვილის ოჯახის პოზიციითაც დავინტერესდით. რის შემდეგაც აბისონაშვილი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვითხრა, შევწყვიტოთ ამ საქმეზე მუშაობა. არაფერი აღარ გაუსამნი და ბატონო, როგორ ვერ გაიგე? და ეგ შოუების დადგმები არ მინდა, რა მოსახდენი მოხდება. ჩვენ შოუებს არ ვდგამთ, ვიღაცაში გეშლებით მე. და ჩემს საქმეს გაანებეთ მეთქი თავი, როგორ გაგითხრა, აი როგორ გაგითხრა, აი გამანებეთ, შეგიძლია. თქვენ როგორც ვიცი, გაუთქმელობას მოაწერეთ ხელი და მიზეზი მე არაფერი არ მომიწერია ხელი. და ეხლა ბევრ კითხვის გაანებეთ თავი ეს იგი. ეგეთი ტონით მომელაპარაკებით თუ შეიძლება რა? კი, არ გელაპარაკე, მაშინ როგორც გეუბნები, კაი, როგორ გაგითხრა. არ მაინტერესებს ეს ტელევიზორებში გამოსვლები და ისინი. ეს შოთა მარუაშვილია. იგი ძალადობის ბოლო ეპიზოდში ფიგურირებს. ახლა სწორედ მისი სახლისკენ მივდივართ. მარუაშვილმა სისტემაში 20 წელზე მეტი გაატარა. მეზობელი კადრს მიღმა გვეუბნება, რომ მისი ოჯახი თბილისში იმყოფება. შოთა მარუაშვილს ვეძებთ. შოთა არ არის?
ჩვენ მარუაშვილის სახელზე რეგისტრირებულ სხვა მისამართზეც მივდივართ, სადაც უცხოვრებელი სახლი გვხვდება. დაკავშირებას ტელეფონით ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ მობილური ტელეფონი გამორთულია. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს ვიდეო კადრებში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მეორე პოლიციელსაც ბესიკ ქრივიშვილს. ადგილზე მისულებს დაბურული მინებით უცნობი პიროვნება გვხვდება. არა, გვაქვს საქმე სწორედ იმაზე გვაქვს, რომ ძალადობაში მონაწილეობს. ძალადობაში მონაწილეობს იდენტიფიცირებული რო არაფერში არა მონაწილეობს. წესიერად გველაპარაკეთ. ადეშუნო მეტი საქმე არა გაქვს, რა გაუტრაკეთ საქმე ოჯახი აქვს, მეზობლები. რატო გულანძღავთ? თქვენ მეზობელი ბრძანდებით თუ ნათესავი? ნაობა აქვს, ვინა ვარ? გეუბნებით არა მთელმა ქალაქმა იცის და გაუტრაკეთ საქმე. კადრებში გვაქვს გადაღებული. გადამიგეთ. მოგკითხავ გამსჯელს. სახლის კარს აქაც არავინ გვიღებს. ფანჯარა ღიაა და ღია ფანჯრიდან ჩანს ჩემოდნები, რასაც ჩვენი კამერის ობიექტივი აფიქსირებს. ბრალდების მხარე დაკავებულ 6 პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. უფლებადამცველთა დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია. ასეთ შემთხვევებზე აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლები, რომელიც წამებისა და არადემონური მოპყრობის დანაშაულის შემადგენლობა შეიცავს. ამავდროულად ეს ჯგუფურობა და კოლექტიურობა, რომელიც ახდ ამ დანაშაულს ამ კვალიფიკაციაში წარმოდგენილი არ არის და ესეც პრობლემაა. ხო ჩვენ ამავდროულად კადრებში ვნახეთ, რომ ამ პროცესში უფრო მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე 6 ადამიანია და ბუნებრივია, რომ წარმოიშობა კითხვები თუ რა ბედი ეწევათ სხვა პოლიციელებს, ისინი მათ მიმართ ასევე დაიწყება თუ არა დევნა და ნორმალურია თუ არა, რომ ასეთი ადამიანები სისტემაში შეიძლება დარჩნენ. რას ფიქრობს თავად ქართული ოცნება შერჩევითი სამართლისა და ამ დრომდე ხელშეუხებელი მოძალადე პოლიციელების შესახებ? რამდენი გინდოდათ? მხოლოდ 6 რას ნიშნავს? აი მაგალითად 9-11 რო ყოფილიყო, იტყვეთ რომ მხოლოდ 11, სამ 12 არ იქნებოდა. ნახეთ 12 ჩანს, დიახ. ვინც ჩაიდინა დანაშაულის და მტკიცებულებები დასტურდება იმ პირების მიმართ შესაძლოა დანაშაული დავიცოთ დანაშაულების პრეზუმპცია, აი სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, საქართველოს პროკურატურა მათ მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. შიდა ქართლის პოლიციის ძალადობრივ ქმედებაზე წლებია არაერთი მოქალაქე საუბრობს. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა იოსებ ბაბაევის დაკავება და იარაღის ჩადების საქმეა. უმეტესობა მირთყავდა თან დაუნდობლა და თავში. ავტომატები რო ჩადეს, მე ხო დავინახე ყველაფერი. აი ეს თვალნათლი გააკეთეს ყველაფერი. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი 2024 წლის ზაფხულში გვიან ღამით დააკავეს და საქმე 226 მუხლით აღუძრეს. ეს მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას და ტარებას გულისხმობს. მე რომ მირთყავდნენ აქ მეტი სულურჯეები მინდაო ვიღაცა მოწერა. ხო და ამან ბურთხუნით თქვა ამ პოლიციელ მოძალადე პოლიციელმა მეტი სილურჯე რაღა გინდაო და პირდაპირ ცხვირპირში ამომარტყა წიხლი კიდევ. წამება შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს შენობაში გაგრძელდა. ბაბაევმა მიიღო დაზიანება თავის არეში. გატეხილი ჰქონდა 2 ნეკნი, ცემის დროს დაკარგა 8 კბილი. ვითხოვდი ადვოკატს რომ მოეტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი, იმიტომ რომ ეს ტანსაცმელი უნდა ამოიღო და მაგრამ რა ჩამეცვა, ხო უნდა ჩამეცვა რამე. და ამის მიზეზით არ მივეცით ჩემი ტანსაცმელი ნებით. ამათ გამოიყენეს ძალის გამოყენებით პროპორციული ძალა უწერიათ, მაგრამ ეგ არ არის პროპორციული ძალა. ამათ მიმაბეს და კიდევ ერთხელ მაწამეს. სანამ იმაბეს, სანამ ეს შარვალი შემომახიეს, სანამ მაისური საროჭკა შემომახიეს, ყველაფერი შემომახიეს აბსოლუტურად. მისი თქმით, სპეცოპერაციას პოლიციის მაშინდელი უფროსი ვალერი თელია, შიდა ქართლის კრიმპოლის უფროსი არჩილ ბარამაშვილი ზედმეტსახელად ტლაპო და შიდა ქართლის სუსის მაშინდელი მაღალჩინოსანი ოთარ ნონიკაშვილი ხელმძღვანელობდნენ. უპირველეს ხარვეზე ეს არის ჩხრეკა. ეს იმთავითვე
სამართლებრივი რეაგირების ობიექტი გახდა ეს თემა. ჭხრეკა გორის რაიონის სასამართლო სნო უკანონოდ, როგორც ავტომანქანის, ისე პირადი ჭხრეკა. იოსებ ბაბაევისთვის დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. გამომძიებლის შედგენილი ოქმით წინააღმდეგობაში მოდის მსხვერპლის მონათხრობთან. იოსებ ბაბაევმა პოლიციელს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რის გამოც გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ძალა. წერია ოქმში. პროპორციულ ძალად არაადამიანური მოპყრობაა შეფასებული. ოფიციალურად საქმეში მონაწილეობდა დაკავებისას და ჭხრეკისას 3 ადამიანი. გამოძიების ვერსიით ეს იყო 3 ადამიანი. 3 ადამიანმა თითქოს დააკავა და შემდეგ ჭხრეკა ჩაუტარა. თუმცა ეს ასე არ იყო. ათეულობით ადამიანი იყო იქ ასული, საუბარია გორის შემოსასვლელში. ისეთ ადგილზე, სადაც კამერები არ არის, არ ფიქსირდებოდა, ეს მშვენივრად იცოდნენ. ამ საქმის პროკურორიც დღეს მიმდინარე 6 პოლიციელის საქმის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილია. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ბერიაშვილი ბაბაევის პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლე ლევან დარბაიძემ იგი გაამართლა. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ბათილაცნო და პროცესი ახლაც გრძელდება. ცნობილია ექსპერტიზის პასუხიც. ცეცხლსასროლ იარაღზე ბრალდებულის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უზარმაზარი განყოფილებაა და 24 კამერა ოფიციალურად ფიქსირდება, რომ აყენია და ერთი კამერაც არ მუშაობდა იმ ღამეს თურმე. ეგრეთი საბუთი გვაქვს სპეციალურ საგამოძიებელ სამსახურს აქ საბუთი. არაადამიანური მოპყრობა აქციებზე, წამება პოლიციის განყოფილებებში, წამება დაკავების დროს, ეგრეთ წოდებული ჩადების სინდრომი და სისტემური ძალადობა პოლიციის უცვლელი ხელწერაა. ძალადობრივი ხელწერა თეთრ და ცისფერ პერანგებს მიღმა იმალება, მაგრამ როცა რეჟიმი ნულოვან ტოლერანტობას ან ნულოვან ემპათიას აანონსებს, პოლიციური სისტემაც მსხვერპლს სწრაფად პოულობს.